გონიო-აფსაროსის ციხეზე 5 არქეოლოგიური უბნის კონსერვაცია დასრულდა 1995 წლიდან დღემდე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ხანის 5 ნაგებობის ნაშთის გამაგრება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საძირკვლის დონემდე მოშლილი უბნების კონსერვაციისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შეპესე ტაოტბელმა 100,000 ლარი დახარჯა. ციხეზე დასრულებული სამუშაოები დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დარგი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. გია თავამაიშვილმა აღნიშნა, რომ მუზეუმ ნაკრძალში არქეოლოგიური უბნების კონსერვაცია მომავალშიც გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაიღო საკმაოდ სერიოზული თანხა იმისათვის, რომ აი ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილი თქვათ ეს არქიტექტურული ნაგებობები გამაგრებულიყო და უკვე წელს განხორციელდა ეს რეალურად. დაიხარჯა დაახლოებით 115,000 ლარი. სპეციალისტები არჩევენ უბნებს, სადაც უნდა მოხდეს კონსერვაცია კონკრეტული მონუმენტური ნაგებობის ფენის, რომელიც არ არის მარტივი პროცესი. ამის კვალობაზე ჩვენთან ჩვენი კონსულტანტებიც იყვნენ ჩამობრძანებულები, სულ ახალ ბულგარელი სპეციალისტი ყავდა, რომელსაც კიდევ დაგვაკვალიან და რაღაცა კუთხით. საბოლოო ჯამში წელს მოხერხდა გონიო-აფსაროში 5 პირობითად ვთქვათ ობიექტის დაკონსერვება.